ევროკავშირის ენერგეტიკული მდგომარეობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ყველა იმ გამოწვევას, რაც აქამდე არსებობდა, ახლა ჰორმუზის სრუტის ორმაგი ბლოკადაც დაემატა. ეს კი ევროკავშირის გათხევადებული ბუნებრივი აირით მომარაგებას ართულებს. ძლიერი ენერგეტიკული გამოწვევები აისახება ეკონომიკაზე, სამუშაო ძალასა და საწარმოო შესაძლებლობებზე. უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციების გამო ფასები ენერგომატარებლებზე ისედაც გაზრდილი იყო, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიასა და ევროკრატებს ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ: უკრაინის მხარდაჭერა ნებისმიერ ფასად. დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირისთვის ყველა გამოწვევა ერთმანეთში არის გადახლართული. რუსულ ენერგორესურსებზე სრული უარის კამპანია ერთია, მაგრამ მეორე არის ის, რომ ალტერნატივის პოვნა არც ისე მარტივია. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ შეიძლება ალტერნატიული ბაზრის მონახვა, მაგრამ ტანკერის ჩამოტანილი გათხევადებული ბუნებრივი აირი ფასების რყევას უფრო მეტად დაექვემდებარება, ვიდრე მილსადენის გაზი. ესეც ძლიერი გამოწვევაა. როგორც ჩანს, ბრიუსელში უკან დახევას არ აპირებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. ევროპული მედია წერს, რომ ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს. რამდენად იქნება ეს გამოსავალი, რთული სათქმელია. ასეთი ნაბიჯები პრობლემის სიმპტომებთან ბრძოლას უფრო გავს, ვიდრე პრობლემასთან ბრძოლას. ევროკავშირის გეგმის თანახმად რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება თანმიმდევრულად უნდა აიკრძალოს. ეს ეხება როგორც მილსადენის გაზს, ისე ტანკერებით იმპორტირებულ პროდუქტს. ეს აკრძალვა 2027 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სრულ სახეს მიიღებს. ყოველი შემთხვევისთვის ასე არის დაგეგმილი. თუმცა ერთია რუსულ გაზსა და ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, მეორე კი შტატების ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ზრდა. იმ მოცემულობაში, რომ ევროპის ქვეყნებს საკმარისი ენერგეტიკული რესურსები არ აქვთ და ყველა შემთხვევაში იმპორტზე არიან დამოკიდებული, ბალანსის დაჭერა რთულდება. თან მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბრიუსელი და ევროკრატები ყველაფერს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის ჭრილში უყურებენ. 2026 წლის მარტში შტატებმა გათხევადებული ბუნებრივი აირის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა, დაახლოებით 12 მილიონი ტონა. ამ ექსპორტის დაახლოებით 64%-ის მიმღები ევროპა იყო. რთულ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ გამოწვევებს ემატება დაპირისპირება შტატების ადმინისტრაციასთან და ვაშინგტონთან. დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას არც აქამდე ჰქონდათ დიდი სიმპათიები ევროკავშირში კოლეგების მიმართ და ალბათ ამიტომაც არის, რომ ოფიციალურ დონეზე შეხვედრები ძალიან იშვიათია. ევროკავშირთან დაპირისპირების განზომილებას ახლა ნატოსთან დაპირისპირება დაემატა. და მიუხედავად იმისა, რომ ადრესატები შეიძლება ერთი და იგივე არიან, ნატოს კრიტიკას კიდევ უფრო მტკივნეულად უყურებენ ევროკავშირში. მეორე კი ის არის, რომ ირანთან დაწყებული სამხედრო მოქმედებების ფონზე ევროკავშირი ორ ცეცხლშუა მოექცა. ევროკრატებს ნამდვილად არ შეუძლიათ ორ სამხედრო კამპანიაში იყვნენ ჩართული, უკრაინასა და ირანში. ისიც მარტივი მისახვედრია, რომ ასეთ სამხედრო კამპანიებში ჩართვა ერთი ნავისა და ერთი გემის გაგზავნით იწყება. შემდეგ კი საჭირო ხდება უფრო მეტი ტექნიკა და ცოცხალი ძალა. არადა ევროკავშირს სხვისი ხელით ბრძოლა ურჩევნია, ისე როგორც უკრაინაში. მათ ურჩევნიათ, რომ უკრაინელებს სამხედრო ტექნიკა მიჰყიდონ და შემდეგ უკრაინელებმა იომონ. სწორედ ამიტომ ხდება, რომ დაატარებენ ზელენსკის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და თავდაცვის სფეროში ხელშეკრულებებს აფორმებენ. ჩვენ სიუჟეტში ნახავთ, თუ როგორ აისახება ჰორმუზის სრუტის განგრძობადი ბლოკადა ევროკავშირზე. 4 დღის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღება ერთ წერტილზე იყო ფოკუსირებული. ისლამაბადი, ქალაქი, რომელიც ერთი დღით მსოფლიო წესრიგის გადაწყვეტის ეპიცენტრად იქცა. იქ უნდა გადაწყვეტილიყო შტატებისა და ირანის ომისა და შესაბამისად იმ ენერგეტიკული გლობალური კრიზისის ბედი, რომელიც ამ ომმა მსოფლიოს მოუტანა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩართულობით მხარეებმა მრავალსაათიანი მოლაპარაკება აწარმოეს, მაგრამ სასწაული არ მოხდა. როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ვენსი Air Force 2-ის ბორდზე ავიდა და ვაშინგტონში ხელცარიელი დაბრუნდა, კითხვებზე მსოფლიომ პასუხი მიიღო, რომელიც ომის გაგრძელებას, ხოლო ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავებას ნიშნავდა. ჩვენ შეთანხმებას ვერ მივახციეთ და ვფიქრობ, ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ ჩვენ ბრუნდებით შეერთებულ შტატებში ისე, რომ შეთანხმება არ შემდგარა.
უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურული დარჩა, რომელსაც ირანი აკონტროლებს. პასუხად კი ტრამპმა სრუტის ბლოკადა გამოაცხადა, რომელიც მართალია რამდენიმე დღეში მოხსნა, თუმცა ამას არსებითი სურათი არ შეუცვლია. სოფლიოს უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული არტერია, ნავთობისა და თხევადი გაზის მცურავ საცობად დარჩა. რამაც ფასები კრიტიკულად გაზარდა და კიდევ უფრო გაზრდის, რაზეც ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანმა კრის რაიტმაც განაცხადა. But we're going to see energy prices, ჩვენ ვიხილავთ ენერგორესურსების მაღალ და შესაძლოა მზარდ ფასებსაც კი მანამ, სანამ ჰორმუზის სრუტეში გემების მნიშვნელოვანი მიმოსვლა არ აღდგება. სწორედ ამ პერიოდში მიაღწევს ნავთობის ფასი თავის პიკს, რაც სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდება. სანამ ვაშინგტონსა და თეირანში საბრძოლო რუკებს შლიან, ყველაზე მძიმე დარტყმას სხვაგან ელიან, ევროპაში. ისე ჩანს, რომ ბრიუსელის ალოგიკური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გამო, სოფლიოში მიმდინარე ყველა კრიტიკული დაპირისპირებისთვის ყველაზე დიდ ფასს სწორედ ევროკავშირი იხდის. იქნება ეს უკრაინის ომი თუ ირანის. რატომ ხდება, რომ სხვები იბრძვიან, ყველაზე მეტად კი ევროპა ზარალდება? Since the beginning of the conflict 44 days ago. კონფლიქტის დაწყებიდან, ანუ 44 დღის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული წიაღისეულის საწვავის იმპორტის ხარჯი 22 მილიარდ ევროზე მეტით გაგვეზარდა. 44 დღე 22 მილიარდი და ეს ისე, რომ დამატებით 1 მოლეკულა ენერგიაც კი არ მიგვიღია. ეს აჩვენებს იმ კოლოსალურ გავლენას, რასაც ეს კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე ახდენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდება, რადგან სპარსეთის ყურედან ენერგომომარაგების შეფერხება კიდევ გაურკვეველი დროის განმავლობაში შენარჩუნდება. რატომ ახდენს 50 კილომეტრიანი სიგანის სრუტე ამდენად მასშტაბურ გავლენას ევროპაზე, რომელსაც წესით უნდა შეძლებოდა ენერგორესურსების დივერსიფიკაცია? საქმე იმაშია, რომ ევროპა წლებია საკუთარ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას თხელ ყინულზე აშენებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ევრობიუროკრატები ამაყობდნენ, რომ წარმატებით შეამცირეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. 2021 წელს რუსეთი ევროკავშირის გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფდა. თუმცა 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ევროპა ენერგეტიკულ კრიზისში აღმოჩნდა. Deep State-ის მიერ მართულმა ბრიუსელმა კი იაფი და სტაბილური მილსადენური გაზი, ზღვით გადაზიდული თხევადი გაზით ჩაანაცვლა. 2025 წლისთვის რუსული გაზის წილი 6%-მდე შემცირდა, ხოლო თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. შტატების შემდეგ კი კატარი მეორე მნიშვნელოვან მომწოდებლად გადაიქცა. პოლიტიკური ნარატივი იყო, რომ ევროპამ მოახერხა ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ რეალურად დღეს უკვე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპამ უბრალოდ ერთი ენერგეტიკული დამოკიდებულება მეორით შეცვალა და 2026 წლის 2 მარტს ეს სისუსტე რეალურად გამოვლინდა, როდესაც ირანულმა დრონებმა კატარ ენერჯის ინფრასტრუქტურას დრონებით დაარტყეს და გაზის მიწოდებაც შეჩერდა. ნამდვილი ამბავი არა ახლო აღმოსავლეთში, არამედ იმაშია, რაც ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ევროკავშირის შესახებ. ყოველი ახალი კონფლიქტი კონტინენტს უფრო მეტად გამოფიტულს, უფრო მეტად დამოკიდებულს და მანევრირების ნაკლები სივრცით ტოვებს. თუ ჰორმუზის სრუტე დაიბლოკება ან უბრალოდ არასაიმედოდ გამოჩნდება, აზია გაზის თითოეულ ტვირთში უფრო მეტს იხდის. ევროპა კი იძულებულია ბევრად მაღალ ფასებში გაუწიოს მათ კონკურენცია. ეს უკვე მოხდა 2022 წელს. განსხვავება ისაა, რომ მაშინ მთავრობებს ჯერ კიდევ ჰქონდათ რესურსი სუბსიდიებისთვის, სახელმწიფო დახმარებისა და ვალისთვის. დღეს ეს რესურსი გაცილებით მცირეა, ან უბრალოდ აღარ არსებობს. შედეგად დღეს ევროპა სრულად დამოკიდებული გახდა ამერიკულ თხევად გაზზე, რომელიც ბევრად უფრო ძვირია ვიდრე რუსული ან ყურის ქვეყნების, რაც თავისთავად ევროპაში 10 წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას სრულიად თავდაყირა აყენებს. მართალია ეს პროცესი 2022 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსულ ენერგიაზე უარი განაცხადეს, მაგრამ არსებული კონფლიქტი ირანში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ირანის ომის გამო თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხება აჩქარებს ევროპის დამოკიდებულებას ამერიკულ გაზზე. ეს წყვეტს მოკლევადიანი დეფიციტის პრობლემას, თუმცა ქმნის ახალ გრძელვადიან დამოკიდებულების რისკებს. 2026 წლის მარტში ამერიკამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია გლობალურ თხევად აირის ბაზარზე, დაახლოებით 11,7 მილიონი ტონის ექსპორტით. ამ მოცულობის დაახლოებით 64%, ანუ 7,49 მილიონი ტონა ევროპაში წავიდა.
გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შტატები დაეხმარა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში, მან თავად შექმნა მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ამერიკულ რესურსზე. მზარდი დამოკიდებულება ამერიკის თხება და აირზე კი იწვევს სერიოზულ ფრაგმენტაციას ევროპულ ქვეყნებს შორის. ეს ძირს უთხრის ევროპის ერთგულებას ენერგეტიკული უსაფრთხოების დივერსიფიკაციის მიმართ. გრძელვადიანი კონტრაქტებით ამერიკულ თხება და აირზე მაღალი დამოკიდებულება სხვადასხვა სტრატეგიულ საფიქრალს უჩენს ქვეყნებს. ამას გარდა გაზრდილი გათხევადებული გაზის გემებით იმპორტის ფონზე ევროპას კიდევ ერთი პრობლემა აქვს. მას სჭირდება ეფექტური ინფრასტრუქტურა, რომელიც პორტებიდან მიიღებს გაზს და გაანაწილებს კავშირში. ეს პრობლემა რუსული გაზის შემთხვევაში არ ჰქონდათ, რადგან ის მილსადენით მოდიოდა. ახლა კი, როდესაც შტატებზე, ანუ ზღვით გადმოზიდულ ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, პირდაპირ პროპორციულად იზრდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაც, რაც დროსთან ერთად დამატებით ხარჯებს უკავშირდება. პრობლემა ის არის, რომ ევროპა ახლა რეალურად განიცდის ინფრასტრუქტურის ნაკლებობას ამ თხევადი გაზის იმპორტისთვის. და როგორ რეაგირებს ბრიუსელი არსებულ გამოწვევაზე? მაგალითად, მათ შეეძლოთ შტატების მსგავსად დროებით მოეხსნათ სანქციები რუსულ ენერგომატარებლებზე ირანის ომის ფონზე, რაც მისცემდათ შესაძლებლობას ნაკლები დაეხარჯათ და მთლიანად შტატებზე არ ყოფილიყვნენ დამოკიდებული. თუმცა ამაზე უარი განაცხადეს. მიმდინარე კრიზისის ფონზე ზოგიერთი ამტკიცებს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაზე და რუსულ წიაღისეულ საწვავსაც კი დავუბრუნდეთ. ეს იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა, ეს ჩვენ უფრო დამოუკიდებულს, უფრო მოწყვლადს და სუსტს გაგხვდიდა. რეალურად კი ისინი ყველაზე სუსტ მდგომარეობაში სწორედ ახლა არიან. არც რუსული ენერგია აქვთ და არც ყურის ქვეყნების. მხოლოდ ტრამპის განწყობებზე არიან დამოკიდებული, რომელიც საკმაოდ ცვალებადია. შედეგად ბრიუსელმა გეოპოლიტიკურ ჭადრაკში სვლების გაკეთების შესაძლებლობა ფაქტობრივად თავადვე შეიზღუდა. ის აღარ ჩანს მოთამაშედ, არამედ მხოლოდ ფიგურად, რომლის ბედსაც სხვები წყვეტენ. ეს ევროპელებს აშფოთებთ და ამ შიშებზე აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი ანალიტიკურ სტატიას გვთავაზობს სათაურით ჭარბი დამოკიდებულება, ამერიკის შეერთებული შტატების თხევადი ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მზარდი როლი ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირის მზარდმა დამოკიდებულებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ენერგიის იმპორტზე, განსაკუთრებით გაზზე, ბოლო დროს მზარდი შეშფოთება გამოიწვია. ეს განპირობებულია ვაშინგტონის პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებით, ტრანსატლანტიკურ ერთიანობაში გაჩენილი ბზარებით და შემთხვევებით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესებს მოკავშირეების ინტერესების ხარჯზე ატარებს. მაგალითად, გრენლანდიასთან დაკავშირებით. სანქციების განმეორებით მამუქარამ, რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორებზე ზეწოლას ტრამპის ადმინისტრაციისთვის სასურველი ქმედებების მისაღწევად, გააჩინა კითხვები იმის შესახებ, შეეცდება თუ არა და როგორ შეეცდება ამერიკა გამოიყენოს ევროპის დამოკიდებულება ამერიკულ ენერგომატარებლებზე პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი ყველასთვის ნათელია. ის, რაც ერთი შეხედვით სტრატეგიულ პარტნიორობას გავს, რეალურად ევროპის ენერგეტიკული და პოლიტიკური ანექსიის პროცესს დაემსგავსა. ჩანს, რომ Deep State-ის მიერ მართულმა ბრიუსელმა სრულიად და ზედმიწევნით შეასრულა მიღებული დავალება. რუსეთთან ენერგეტიკული ურთიერთობების გაწყვეტით, მათ ევროპის ინდუსტრიული ხერხემალი გადაამტვრიეს, ხოლო ირანის ომის ფონზე სპარსეთის ყურის რესურსების გარეშე დარჩენილი სრულად მიებდნენ ვაშინგტონს, რომელთანაც ურთიერთობები აშკარად უფრო და უფრო ეძაბებათ. უკრაინის ომზე არსებულმა განსხვავებულმა წარმოდგენებმა ტრამპსა და ბრიუსელს შორის უფსკრული ნამდვილად გააჩინა. ირანში ომმა კი ის კიდევ უფრო გააღრმავა ევროპული ქვეყნების ინერტული პოზიციების გამო შტატების სამხედრო დახმარებაზე. ირანის ირგვლივ უთანხმოება იმდენად სერიოზულ სახეს იღებს, რომ ტრამპსა და მის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე ჯორჯა მელონის შორისაც კი დაპირისპირება გამოიწვია. და ეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა მისი მოწოდების გამო. რა თქმა უნდა, ერთა ლიდერებს აკისრიათ სავალდებულო პასუხისმგებლობები. მათ მიუმართავთ, გაჩერდით, მშვიდობის დროა. დასხედით დიალოგისა და მედიაციის მაგიდებთან და არა იმ მაგიდებთან, სადაც ხელახალი შეიარაღება იგეგმება და სასიკვდილო ქმედებები წყდება. სუსტი საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია. არ მინდა პაპი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებს. ლეომ, როგორც პაპმა, გონება უნდა მოიკრიბოს. სწორედ აქ იჩინა თავი დაპირისპირებამ იდეოლოგიურ მოკავშირეებს შორის. პრეზიდენტ ტრამპის მიერ წმინდა მამის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუღებლად მიმაჩნია. პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და სწორი და სამართლიანია, რომ ის მშვიდობისკენ მოუწოდებს და ომის ყველა ფორმას გმობს.
ტრამპის პასუხმაც არ დააყოვნა. მან ღიად განაცხადა, რომ შოკირებულია მელონით, რადგან ის მამაცი ეგონა, მაგრამ შეცდა. ასევე აღნიშნა, რომ არც მელონისთან და არც სხვა ლიდერებთან, ვინც შტატებს ირანის წინააღმდეგ არ დაეხმარა, ძველებური ურთიერთობა აღარ აქვს. ეს კი ფაქტობრივად მთელ ევროკავშირს უდრის, რომელიც მისი ალოგიკური პოლიტიკური ნაბიჯებით უფრო და უფრო შედის ტრამპის ამერიკის გავლენის ქვეშ, რაც დღეს, როგორც არაერთი ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს, დაძაბული ურთიერთობების ფონზე საკმაოდ სახიფათო პერსპექტივას გავს. თუმცა ყველაზე პარადოქსული მაინც ბრიუსელის რეაქციაა. მაშინ, როდესაც ენერგეტიკული კრიზისი ევროპულ ეკონომიკას ძირს უთხრის, ევრობიუროკრატები კვლავ უკრაინაში ომის გაგრძელებაზე საუბრობენ და მზად არიან კიდევ 90 მილიარდი ევროს კოლოსალური სესხი გასცენ მათზე. ბრიუსელი ახლა სულ უფრო მეტად ცხოვრობს მზარდივალების ხარჯზე, რათა გააგრძელოს უკრაინის ომის დაფინანსება, რომლის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებისაც ბევრ ევროპელს აღარ სჯერა. აქ კი იკვეთება ორმაგი სტანდარტის აბსურდული სურათი, ანუ მშვიდობის შერჩევითი სიყვარული. ბრიუსელი ირანში მშვიდობას ითხოვს, უკრაინაში კი ომის დაფინანსებას ლობირებს. საბოლოოდ კი მიმდინარე კრიზისები ევროპის ეკონომიკას ანგრევს, ხოლო ის, რაც 10 წლეულების წინ შტატებსა და ევროპას შორის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო იყო, დღეს შესაძლოა არსებობის ბოლო ჟამს ითვლიდეს. ეს ჰგავს ევროპის დაის, მაგრამ ნაკლებად ჰგავს შემთხვევითობას ან თუნდაც არაკომპეტენტურობას. ევროკრატების თითეული ნაბიჯი ამყარებს ვარაუდს, რომ ისინი გარე ძალების გავლენით მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანგრევენ ევროპას და ეს პროცესი თითქოს ფინალურ ეტაპზე გადავიდა. შტატების პრეზიდენტის მხრიდან ნატოსა და ევროკავშირის კრიტიკა, ენერგეტიკული სირთულეები და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემები, შიდა უთანხმოებები თავად ბრიუსელის ბიუროკრატიაში. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ევროკავშირში ვეღარ დაემალებიან. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მათი მოგვარება ევროკავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გადახედვას საჭიროებს. თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის მართულ ბიუროკრატიას ამის ნება ნამდვილად არ აქვს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.